Patrick, the governor, we have a great project here in early July. So do you confirm that George is a credible wine? Well, we're going to try to do that. That's our goal. Yeah. To use different labs also. გვიანდელია. გვიანდელია. მისმა არა მარტო ნაკეთობაა სული, იქ მისი ხელოვნება დამოკიდებული. ანუ ამათის ადამიანები ჩვენი წინაპრები არა მარტო პირველი მოხდენება არამედ ქმნიდა და ეს არის ეს 15 ნომერი წერია უძველესი თამა. ეს ნიკია, ეს კიდე ლამპი, ეს არის მენის ვერსია. ეს არის ამაზე ნება მიმოცეთ ორი სიტყვით მოგახსენოთ იმ ინიციატივის, იმ პროექტის შესახებ, რომელიც დღეს დაიწყო. ეს არის ვაზისა და ღვინის კულტურის, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის საერთაშორისო პროექტი. პროექტი შედგება 5 მიმართულებისაგან, 5 სამუშაო ჯგუფია შექმნილი პროექტის ფარგლებში და პროექტი ითვალისწინებს 21 საუკუნის ტექნოლოგიებით, თანამედროვე მეთოდებით იმ არქეოლოგიური მასალის შესწავლას, რომელიც საქართველოში უკვე არის და იყო ამ დროისთვის მოპოვებული, ამავე დროს 2014 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მოპოვებული ახალი მასალის დამუშავებას. ეს პროექტი საერთოდ დიდი ხანი არსებობდა, ამის შესახებ დიდია, დღესაც იყო მრავალ კოლეგასთან საუბარი, რომ წლებია დარგში არსებობდა ამის სურვილი, რომ პროექტი ასეთი ფორმით განხორციელებულიყო, თუმცა სამწუხაროდ მიუხედავად ჩვენი მრავალი ცდილობისა, დონორების მიმართვის, რომ მხოლოდ ნაწილი მაინც დაფინანსებულიყო, ეს ვერ მოხერხდა და მე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებული მადლობა კიდევ იმისთვის, რომ პროექტს ასეთი მნიშვნელოვანი ერთიანი ეროვნული მნიშვნელობა მიენიჭა. ზოგადი ფონი არის ძალიან პოზიტიური, დარგში არის ზრდის ტენდენცია, არის გაცოცხლების ტენდენცია, ეს საინვესტიციო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ღვინის ინდუსტრია ბოლო პერიოდში საქართველოსთვის და აი ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შარშანდელი რთველი ჩატარდა ჰარმონიაში, ფაქტიურად გათვალისწინებული იქნა კერძო სექტორის ყველა რჩევა, სურვილი და რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში მე მინდა პირადად პრემიერს დარგის სახელით მოუხადო ამისთვის მადლობა. მოგესალმებით ბატონებო. მე მინდა მივესალმო ყველას, ჩვენს პატრიოტულ სტუმრებს, მივესალმები ამ შეხვედრის ორგანიზატორებს და მადლობას ვუხდი მოწვევისთვის. მე მინდა გავიხსენო 2006 წელს, როდესაც მე ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდი ნიუ-იორკში, იქ მე აღმოვაჩინე სტატია, რომელიც დაბეჭდილი იყო ნიუ-იორკ ტაიმსში და სტატიის სახელწოდება იყო საქართველოს ღვინის საკვანი. და ჩემთვის იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ეს დღე როცა აღმოვაჩინე დადასტურება, რომ ჩვენი ქვეყანა არის მართლაც აკვანი უძველესი კერა ღვინის და ყურძნის და ამ კულტურის ზოგადად. დღევანდელი შეხვედრა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, მე დაგეთანხმებით.
რადგან ჩვენთვის ვაზი არის და ზოგადად ღვინის კულტურა ქართულობის იდენტობის ტოლფასი. მეგონი გააჭარბებული არ იქნება თომას ვიტყოდით. ქართული მეღვინეობის ისტორია ქართული ხალხის მთელ ისტორიასთან არის დაკავშირებული. რომ არა ვაზის უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება ამ პატარა მიწაზე ვაზის 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის არსებობა წარმოუდგენელი იქნებოდა. საქართველოში ღვინის ტრადიცია უძველეს დროიდან იღებს სათავეს, კარგად მოგეხსენებათ ყველას. და სწორედ საქართველოში არის კულტურული მევენახეობის უძველესი ნაკვალევი. ჩვენს ტერიტორიაზე არა მხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ აღმოჩენილია ღვინის უძველესი ნაშთებიც. თუმცა თანამედროვე მეთოდებით ფუნდამენტური შესწავლა და სათანადო საერთაშორისო აღიარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია ღვინის სააგენტოს ინიციატივით დაწყებული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი, რომელშიც მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები არიან ჩართული. და მათი ნაწილი დღეს წარმოდგენილი არიან აქ ჩვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო არქეოლოგიური სამუშაოები განაპირობებს მსოფლიოს მიერ საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად აღიარებას. ის რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიცით, მაგრამ ამას სჭირდება აღიარება. საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციებს ისიც ამყარებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ვაზთან და ღვინოსთან ურთიერთობაში წყვეტა არ მოხდარა. ურდნის მოყვანისა და მეღვინეობის ტრადიციები საქართველოს საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ქართული ღვინო გამუდმებით ვითარდებოდა. ქართულმა კაცმა მართლაც ცივილიზაციას და წარუდგინა ასე ვთქვათ ღვინის დაყენების უნიკალური 1000-წლოვანი ტექნოლოგია. და ეს ტექნოლოგია ჩვენ შემოვუნახეთ. ქართული ტრადიციული წესით ქვევში დაყენებული ღვინო მართლაც ანცვიფრებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს. და ეს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ღვინის მოყვარულთა შორის და არა მხოლოდ. შემთხვევითი მართლაც არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სულ რამდენიმე თვის წინ. ეს არის ძალიან დიდი აღიარება. ვენახს და ზოგადად ქვევრ მარანს ქართული გლეხი განსაკუთრებული შეგნებით უვლის და იცავს. მე ვამბობ სიტყვას იცავს, ვინაიდან მართლაც რომ ბოლო დროს ჩვენ გვახსოვს რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი, რომ ზოგადად ვენახი არ იყო მომგებიანი, არარენტაბელური და სამწუხაროდ ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ქართველმა გლეხმა კახეთში თავისი ხელით რამდენიმე ვაზი გაჩეხა. ეს იყო ტრაგედია ჩვენთვის, ბუნებრივია და ეს აღარ განმეორდება არასოდეს. ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე და ამ დარგის განვითარებას, მევენახეობაზე. და ჩვენ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ მის განვითარებას, გადარჩენას და განვითარებას. სწორედ ამ მიდგომით ჩვენ ჩავატარეთ გასულ შემოდგომაზე ისეთი რთველი, მე მინდა სიამაყით გითხრათ, რომლის პრეცედენტიც ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ დარჩენილა გლეხი, რომელსაც ყურძენი ჩაუბარებელი დარჩა. 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს გლეხებმა მარტო კახეთში და სახელმწიფო მთავრობამ უყურადღებოდ არც ღვინის მწარმოებელი კომპანიები დატოვა. რისი შედეგიც უკვე მივიღეთ. ჩვენ სახეზე გვაქვს კონკრეტული შედეგები. მე შემიძლია მოგიყვანოთ ეს მონაცემები 2013 წლის ღვინის ექსპორტმა 46.8 მილიონი ბოთლი შეადგინა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. და მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსში, პოლონეთში, ლიტვაში, დიდ ბრიტანეთში, ჰონკონგში, ნიდერლანდში, ფინეთში, საფრანგეთსა და იაპონიაში. უკანასკნელ წლებში მე ვიტყოდი, რომ სოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და სწორედ ამიტომ მუშაობთ ახალი ბაზრების ათვისებისთვის,
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში და ამერიკაში. მევენახეობა და მეღვინეობის დარგის განვითარება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია. დღევანდელი შეხვედრა ეს ამის კიდევ ერთი მორიგი დასტურია. ჩვენ გეგმავთ, რომ ვენახები გაშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით, იმისთვის, რომ მაღალხარისხიანი ყურძენი მოვიყვანოთ. ჩვენ ამის რესურსი და პოტენციალი გვაქვს. მთავრობა იმაზე იზრუნებს, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ გახდეს ღვინის მწარმოებელიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და მან უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს. ტრადიციული მეღვინეობა ქვევრში ღვინის დაყენებას და დავარგებას გულისხმობს. ეს ტექნოლოგია მართლაც უნიკალურია მთელ მსოფლიოში და არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. რაც კიდევ უფრო საინტერესო და მომხილვეს ხდის ქართულ ღვინოს უცხოელებისთვის. ჩვენ სწორედ ახლა გვეძლება საშუალება, რომ ახლებურად წარმოვაჩინოთ და საკადრისი ადგილი დავამკვიდროთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს გვერდით. შეიძლება ეს ძალიან ამბიციურად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ამის მიღწევა შეგვიძლია და ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი და რესურსი, რომ ამის გონივრულად გამოვიყენოთ და ამ მიზანს მივახციოთ. და მე მჯერა, რომ მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც კი გაუწევს კონკურენციას თუ სწორად ვიმუშავეთ. ჩვენი ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი უნდა გახდეს. და თითოეულმა ქართველმა უნდა იამაყოს ამით. 2014 წელს ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენის და ქართული ღვინოების მრავალფეროვნების დაბრუნების წელიწადი იქნება. ჩვენ გვაქვს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალისხმევით შექმნილი საგურამო სასწრაფო მეურნეობა. ეს არის მრავალმილიონიანი პროექტი, სადაც აღდგენილია უნიკალური ჯიშები. მრავალი ასეული, უკვე რამდენიმე ასეული ჯიშის ვაზი, რომელთა მოშენებაც გვაქვს განზრახული და გავრცელება მთელ საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ განსაკუთრებულ ყურადღება მიექცეს მევენახეობა, მეღვინეობის სფეროში სამეცნიერო კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას. შეუძლებელია ვაზის და ღვინის სამხედრო ტრადიციების ქვეყანას არ ქონდეს ადგილი, სადაც ქართული ღვინის მთელი ისტორია იქნება წარმოჩენილი. ეს მიმაჩნია, რომ ეს არის უბრალოდ ჩვენი სირცხვილი. ბატონებო, სწორედ ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ახალი ინიციატივა, რომ თბილისში ღვინის მუზეუმი შეიქმნას. ეს უნდა გახდეს ერთგვარი ცენტრი, რომელშიც დამოუკრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია. და მე მჯერა, რომ ამ მუზეუმს არ მოაკლდება არც ქართველი და არც უცხოელი მნახველი. ამიტომ მე მინდა ვთხოვო ღვინის სააგენტოს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა მუზეუმის პროექტზე და ძალიან მალე განახორციელოთ აღნიშნული პროექტი. აქვე მინდა კიდევ ერთი ინიციატივა გაგიზიაროთ, შემოგთავაზოთ, რომ დავაარსოთ ქართული ღვინის დღე. და ეს დღე აღნიშნოთ ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლო კვირადღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ქართული ღვინო თავის მართლაც კუთვნილ და ღირსეულ ადგილს დაიკავებს თანამედროვე მსოფლიოში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ შემთხვევითადაც ვერ ჩავთვლით, რომ ეს მულტიდისციპლინარული მიდგომა სწორედ რომ საქართველოში გამოიყენება, იმიტომ რომ საქართველო თავისი ისტორიით და თავისი დამოკიდებულებით ღვინის მიმართ ნამდვილად განსაკუთრებულია და იმსახურებს ასეთი განსაკუთრებული მიდგომის მიტესტირებას თავის ტერიტორიაზე. მე მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ნამდვილად საგანძური იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ მასში არა მხოლოდ ქართველი მეცნიერები არიან ჩართულები, არამედ მონაწილეობენ ჩემი კოლეგები იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად საერთაშორისო სამყაროსთვის. დღევანდელი ღონისძიება და დღევანდელი დღე არის ფუნდამენტური მნიშვნელობის და მაპატიეთ, ეს არ არის ლიტონის სიტყვები. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ყველა ჩვენთაგანს შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ მემკვიდრეობას. და ღვინის ისტორია არ არის მხოლოდ რაღაც სასმელის ისტორია. ღვინის ისტორია არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ისტორია და როდესაც ჩვენ საუბრობთ თუ რა რისთვის გვჭირდება,
ყველა ერთად ავხმევდით, რომ ჩვენ გჭირდება ჩვენი მემკვიდრეობა. მაგრამ მემკვიდრეობა სჭირდება არა მარტო მოვლა, სჭირდება კვლევაც. და დღეს ეს ის იმ ტიპის პროექტია, როდესაც ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ქართული მეცნიერება დგება სოფლიოს მეცნიერების ავანგარდში ამ სფეროში. მისი თანამონაწილეები ამ პროექტის არიან სოფლიოს ძალიან მაღალი რანგის სპეციალისტები და საამაყოდ შემიძლია ვთქვა, რომ არანაკლები ჯგუფი ხდება საქართველოში.